კიდე გამარჯობა YouTube მეგობრებო, ზაზასთან ვარ ახლა. ჩავწერეთ ვიდეო, ნახეთ ალბათ, ეგ ვიდეო არის ფანტასტიკური, რა ვიცი, კოლექციონერებისთვის განკუთვნილი და ზოგადად ისტორია, სკოლტის ბრაუნინგის, რა ვიცი, ამომწურავად თუ არ გინახავთ, აუცილებლად ნახეთ. და ეს მეორე ვიდეო, რახან იმ ვიდეოში დაგპირდით, გვინდა რომ გავაკეთოთ, ანუ კოლექციონერებმა რა თუ აპირებ კოლექციონერებას ასე ვთქვათ და ზოგადად ვინც არ იცით, როგორ უნდა განასხვაოს საკოლექციო იარაღი ჩვეულებრივი იარაღისგან, აი მაგალითად, მოდი ამას ზაზა იტყვის, მე გადავალ ზაზასთან. მოკლედ პატარა ვიდეო, ასე ვთქვათ, რომ იცოდეთ რა არის საკოლექციო იარაღი. მოკლედ ზაზა დიდი გამოხმაურება იყო წინა ვიდეოდან, იმიტომ რომ რა ვიცი აბა. მოკლედ მოგესალმებით მეგობრებო, ძალიან მოკლედ, შეიძლება რაღაც 10 წუთის 15 წუთის ფარგლებში მოყვები თუ რას უნდა მიაქციოს კოლექციონერმა ყურადღება იარაღების დროს და რაც ყველაზე მთავარია, როგორ უნდა მოუაროს და შეინახოს იარაღი და რა უნდა გააკეთოს. პირველი მე სულ ხუმრობ ხოლმე ამ იარაღების კოლექციონერთან შედარებით, რა განსხვავებაა მამაკაც და ბავშვ შორისო, იცი ეგა? სათამაშოების ფასი. მართალი ხარ. მოკლედ აი ესეთი სიტუაცია. პირველი, რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება კოლექციონერობის დროს, აუცილებლად უნდა მიაქციოთ იმას, რომ როგორი დაფერვა აქვს. აი ეს არის ეგრეთ წოდებული hot blue, ანუ კაუსტიკური სოდით არა, ნახეთ როგორი მოლურჯო ფერი გადაკრავს რა. არის rust blue, რომელიც მაგალითად იყენება უფრო ევროპული ძველი იარაღები, აი ეს ჟანგვითი დაფერვა რასაც ვქვა, ეს არის rust blue, მაგალითად აი ესეთი ფერი არის. ანუ პირველი რასაც უნდა უყურებთ არის იარაღის ფერი, არ უნდა გადადიოდეს სხვა ფერებში, ის სხვა фერი არ უნდა იყოს, ეს სხვა ფერი არ უნდა იყოს, ნაწილები მერე სილურჯეში შეიძლება რომ გადადიოდეს. კი, იმიტომ რომ იარაღის ნაგანის მაგალითად ჩახმახი და სამბარა აი ეს მკვეთრი ლურჯია, იმიტომ რომ იქ გადადის სხვა ფერში. მეორე ზოგი იარაღებს ლულა გაშევებული აქვს, მაგრამ უნდა ნახოთ იმ წლის იარაღების ლულა გარედან არ შავდებოდა. მესამე რაც აუცილებელია, ხელი არ უნდა ახლოთ. აი მაგალითად ამ იარაღს, ხო? ხო ეს ხო აი რა ნაცვეთია და მოდი გავარანენია უკეთ საშინელება. ერთადერთი ადამიანი დიანა პლიუშია, რომელიც აკეთებს ჟანგვით დაფერვას. არაცივს და კაუსს ჟანგვით, აი ძველი მეთოდით, რაც არის ფანტასტიკურად აკეთებს, აი ეს შეგიძლიათ ის როგორ არა პროფესიონალური აღდგენაა, რომელიც იარაღს არ უკარგავს ფასეულობას, მაგრამ ჯობია რომ მაინც საკოლექციოს მაინც არ უნდა შეეხო. ხო, არ უნდა შეეხოთ. თუ ძალიან გაფუჭდა, მაშინ კი. მეორე, აუცილებელია რომ ზოგადად მიაქციოთ, რომ სამხედრო კონტრაქტი უფრო ძვირად ფასობს, აი United States Property. თუმცა, აი როგორც მე აღვნიშნე, რუსული კონტრაქტის შემთხვევაში ის კომერციული იყო და უბრალოდ ის რახან რუსული ერთი წარწერა ანგლ ზაკას ან ნომერი, რომელიც მოიაზრება რუსულ კონტრაქტად, ის უფრო მნიშვნელოვნად სხვა დონეზე გადაყავს, სხვა კატეგორიაში გადაყავს იარაღი. მესამე, უნდა შეამოწმოთ ნომრები. არ უნდა იყოს სხვადასხვა ნომერი. იარაღებს განსაკუთრებით გერმანული, ყველა ამერიკულებს არ აქვს, მაგრამ გერმანულებს აქვს პარაბელუმებს, მაუზერებს. მეოთხე, არ უნდა პრიალებდეს. აი ძალიან რო აპრიალებენ ხოლმე რა, რამის წვერი შეგიძლია გაიპარცო იმაზე, არ უნდა აღქმნეს და მესამე, აუცილებლად უნდა იკითხოთ. იმიტომ რომ არსებობს წიგნები, რომელიც მაგალითად საკმაოდ კარი გარკვეული ხალხი, რომელმაც ძალიან დიდი შრომა გაწია ამ იარაღების ისტორიაში, თითოეული ჭანჭიკი რითი გასხვენდება, როგორ გასხვენდება. მაგალითად ეს არის რანდალ გიბსონის პარაბელუმი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის პარაბელუმი არის კრიქოფის პარაბელუმი, რომელიც ყველაზე მეტად ყალბდება, რო იცოდეთ რა პარაბელუმებში. აქ წერია ზუსტად როგორ განსხვავდება, როგორ უშვებდნენ, მარტო ლუფტვაფეში მიდიოდა, რა ხდება, რა ნომრებია, ხანდახან ამ კრიქოფის პარაბელუმში რამოდენიმე დეტალი მაუზერის მიერ გამოშვებული პარაბელუმის არის, ეს კი არ უკარგავს ფასს და უბრალოდ არის, რომ ამას ააქვს ეს და თუ დაინახეთ, არ უნდა გაგიკვირდეთ. აი ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია რომ ნახოთ, არის იან სტილის სამტომეული ის მე ელექტრონულ ვერსიათა მაქვს, ნუ რა ვქნა ძვირი ღირს $1000-მდე ღირს. და ჩემ პარაბელუმს უკან აქვს, ხო, უკან მოყვება თავისი საკოლექციო რომელიც არის. კი, ნომერი და ყველაფერი მოყვება შენ იმას. წიგნი მოყვება. კი, ეგრეა და ის რა იან სტილის სამტომეული $1000 ღირს ის წიგნი, მე ნახე ტორენტ საიტზე ნახე ერთი 10 წლის წინ გადმოვქაჩე სამტომეული, აი დეტალ, მაგრამ იქ არ არის კრიქოფის პარაბელუმი. კრიქოფის პარაბელუმი რანდალ სალკი აქვს. არის ანტონ ვანდერლინენი, რომელმაც საქართველოში ეს არის ორი.
ერთი პირველი გამოშვება, ეს მეორე გამოშვება, ეს მესამე გამოშვება ორტომეული, ეს ერთომეულია, სადაც დეტალურად არის თავისი ეს ინგლისურად არის რა. ხო ინგლისურად რა თქმა უნდა. თავისი ავტოგრაფია აქ იყიდება ეს ამერიკაში, თავისი ავტოგრაფით გამომიგზავნა ორტომეულია. ხო ეს საშლელი. ისა ჩასანიშნე. აი ისა აქ, რა ქვია? სანიშნე. სანიშნე იმისი high power. ანუ დეტალურად არის აღწერილი, აი ეს ორტომეულია. ეს მეორე ხო ეს დეტალურად არის აღწერილი თუ რა ეს მეორე ტომია ბრაუნინგი როგორ უშვებდა ისტორიას, რა გამოუშვა პისტოლეტები, აი რა და აქ მხოლოდ პისტოლეტებზეა ბრაუნინგზე სალაპარაკი. აი რო ამბობთ როგორ ზაზა საიდან ამდენი ინფორმაციაო, ყველაფერი აი. ეხა გამოწერ არის სიგნალის ბოლომდე. ხო, ნუ ეხა გადმოვქაჩი, მაგრამ გამოწერ მაგ ჩამომდის კოლტის პისტოლეტებსაც. ანუ იქ ჭანჭიკიც განსხვავდება, ჩახმახი სხვა ფორმის არის, ლულის ლულაზე დარტყმული ციფრები ან ასოები რას ნიშნავს, როგორ რომელ წლიდან რა გამოდის, ძალიან მნიშვნელოვანია, ამას ძალიან აქცენტ ყურადღებას. ამის გარდა ეხა ეს არის ჩემი გამოცდილება, თქვენ შეგიძლიათ ეს არ მიიღოთ. ნებისმიერ იარაღს ამას ლულას შიგნით ეს დაფარული ლულა აცინკოვანი არ არის. ამიტომ ლულა წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გაწმინდოთ, რომ არ იარაღს უნდა მოხდეთ. მე ვხმარობ ამას. ეს არ ნიშნავს, რომ მე რეკლამას ვუკეთებ. ეს არის ეზოქსი, ეს არის ამერიკული, რომელიც მიჩნეული ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო საკოლექციო იარაღებისთვის. ეს არის როგორც გასაწმენდი, უნივერსალია ეს. ხო, გასაწმენდი, დასაპოხი და საკონსერვაციო. არსებობს საკონსერვაციო, რომელსაც წაუსვებ და ის წეპოვანი, მაგრამ ეს ზეთია. იშრობს, წაუსვევთ 1-2 საათი დაალაგებ და ინახავთ მერე კონტეინერში. ამისთვის ეს არის ძალიან 6 თვე, მაგალითად არ უნდა ხელისხლება. მაგრამ თუ თქვენ ინახავთ კონტეინერში, ეს 6 თვე შეიძლება გახადოთ წელიწად ნახევარი, მაგრამ მერე მაინც უნდა. აუცილებელია რომ ხელს რო აიღებთ ეს სათითურები რო არტყობთ, უნდა გაპრიალდეს რა იჟანგება მერე ცხიმი. ეხლა როგორ ვინახავთ? მე ჩემს მევყვები, ჩემი არის სპეციალური ყუთი რკინის უზარმაზარი სეიფი, სადაც ეს ინახება და იმ სეიფში თავის მიკროკლიმატი არის სპეციალური გრანულები დაყრილი, რომელიც სილიკონის არის, მაგრამ უშუალოდ იარაღის შესანახი არის სამნაირი. პირველი ეს არის აი ეს აი აწერია კიდევაც რა. რომ სეიფში ადვილად ნახოთ, რომელი რა არის. აი მაგალითად ეს. ამაში არც მტვერი შედის, არც ნესტი შედის, ეს იშრობს. ამიტომ ის იარაღი, რომელსაც ხე აქვს, ეს ძალიან იშრობს. ამიტომ შეგიძლიათ სპეციალურად არის სპეციალური ვაქსი, ხო, ოსკი, რომელიც არის მუზეუმებში რენესანს ვაქსი ქვია, რომელსაც წაუსვებ და ხისტარს და იმას პოხავს და აღარ შრება და არის ფანტასტიკური შესანახი ამით. მეორე არის აი ესეთი უკვე ღრუბელის გარეშე, აი ერთიმიანი, ეს არის ერთი პისტოლეტი შეგიძლიათ აი ესეთი მოკლე შეინახოთ და ჩადოთ. თავარია, ხო, მე ჭიც ვაშორებ. რა აქ შეიძლება ნესტი არ ამედაგროვდეს. მეორე წელიწადში, 2 წელიწადში ერთხელ როცა გაწმინდათ, ჯობია მოხსნათ ტარები. იმიტომ რომ განსაკუთრებით რასაც ხის ტარი აქვს, აქ ნესტი გროვდება და რო არ დაჟანგდეს. ხანდახან ჟანგი აქ მოყვება, ამიტომ უნდა გაწმინდოთ და გაამშრალოთ. შიგნით ჩანს მერე რომ მოხსნი იმას. ხო და ზეთს თავისი სითხე აქვს, ესა ნესტის წყალიც აქვს რა, ამიტომ იმ ზეთი ბოლომდე არ უნდა დატოვოთ. ამის გამო უნდა გაამშრალოთ. მესამე ეს არის უფრო თანამედროვე, მე ამას ბევრ იარაღებზე ამას ხმარობ, ეს არის გამჭრალ, ეს არის უშუალოდ სეიფში შესანახი, მაგრამ თავარი რა არის, აი ეს არის Amazon-ზე იყიდება Zerast ესეთია. ეხლა გამოვიწერე, ეს არის სპეციალური ნესტის შთანთქმელი, იარაღის ყუთში ჩააგდებთ, 3 წელი მუშაობს, ჩააგდებთ, იარაღს დადებთ, დახურავთ ჰერმეტულად და თუ რამე ნესტია ჭამს და ეს უშვებს ესეთივე სისტემა, ოღონდ მილია და ლულაში იდება. დაჭრი. და შიგნით ჩადებ. და შიგნით ჩადებ, გამოწერილი მაქვს ჩამო და ლულას ინახავ ჟანგვისაგან. ანუ საინტერესოა. უნდა იცოდეთ, რომ ეს ნებისმიერი იარაღი არის ეს ხო არ არის, თქვა 1 წელი და 2 წელი ხო არ იყიდეთ, ეს თქვენ შთამომავლობას უნდა დარჩეს, ხო და უნდა დარჩეს ისე, რომ არ იყოს გაფუჭებული, ხო? ამიტომ ამას შენახვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ეხლა რაც შეეხება სროლას, კი, შეგიძლია ისროლო. ეხლა შემიძლია თითოდან წელიწადში 1-2 წელიწადში ერთხელ ერთი მჭიდი, აი შეგიძლია ისროლო, რამოდენიმე ტყვია, მაგრამ დაბალი, ყველაზე დაბალი მუხტის და ნუ რა ვიცი, მე არ ნუ შემიძლია 1000-ში ერთხელ ვისროლო, მაგრამ უბრალოდ ისეთია აი რაღაც აი აქცია მაიტაკა როგორია რომ გაფუჭდეს ეს 120 წლის იარაღი და მეორე როგორც მოუვლით იარაღს ისე აგაფასებთ იმას და აუცილებელია მეც ესე ვარ მეც რო თავიდან დავიწყე ყიდვა ნუ რაღაცები შემეშალა რაღაც და მეორე გაყალბებას რაც შეეხება
და რაც შეეხება ისტორიულ იარაღებს. ეს არის ძალიან იშვიათი საზღვაო პარაბელუმის 1906 წლის მოდელის ხის კონდახი, რომელიც არის უიშვიათესი, ეს არის ორიგინალი. ხის კონდახი არის ორიგინალი. ამის შოვნა ძალიან დიდხანს ვსდიე, რომ ეს მეშოვა. მაგრამ აი ეს უკვე ტყავი არის თანამედროვე. ეხლა რატო? 1906 წელს გამოშვებული ეს ტყავი, თქვენ როგორც აი ხელოვნურად აძველებენ არის, მაგრამ ნუ აი ვერძლებს ფიზიკურად ვერძლებს ვერ უძლებს რა. მე მაგალითად 1 თუ 2 მაქვს ნანახი რა, რომელიც არის დაჭმული რაღაცა ორიგინალი რა. ამიტომ გერმანიაში არის ძალიან ცნობილი ტიპია, რომელიც ამას აკეთებს და რიგი აქვს 6 თვიანი რა. ძალიან მარტო ტყავს აკეთებს ყავს. ძალიან ძვირად აკეთებს. ის მეორე გერმანელი, რომელიც ხის იმას მეკეთებს, ის სხვა ეს იმან გამაცნო საიტია, სერიოზული საიტია, სადაც აკეთებენ ამას, აკეთებს ერთი ადამიანი და აი პრემიუმ მატერიალებსაგან აკეთებს და აქვს ზუსტად ძველი მეთოდი და ამისი გაკეთებული ისა რა ქვია ტყავი, რომელსაც თქვენ თქვა დებთ კოლექციაში და იძახით რომ ეს ტყავის ჩასადები არის იმის გაკეთებული, აი ძალიან პირიქით არ იმაშვება რა, ხა ეს ორიგინალი არ არის, მაგრამ კარენა ვერ შეკერავს ეხლა. შეიძლება კარენა შეკერავს, მაგრამ ის ვინც კერავს ამას. მოკითხვა კარენას აკიდა. ო, კარენა იცის, კარენა მაგრა კერავს, მაგრამ ეს ტიპი ვინც არის, ძალიან ცნობილი რიგი აქვს. და ეს არის მოკლედ ეს გვინდოდა იარაღების შენახვაზე რომ ვეთქვა და რა ვიცი, დიდი მადლობა მოხარული იქნებით თუ რამეში დაგეხმართ. გაიხარე და მადლობა კიდევ ერთხელ შენ ესეთი აი კარგი ინფორმაციისთვის, საჭირო ინფორმაციისთვის რა. მადლობა შენ კიდევ ერთხელ.